გამარჯობათ. ჩვენ ყველას ჩაგვიბარებია გამოცდები ფიზიკაში, მათემატიკაში. უდიდესი კმაყოფილება მოაქვს, როცა ჩვენ გასაკეთებელს გავაკეთებთ, გამოცდას ჩავაბარებთ, დარდი მოგშორდება და ლაღად უბრუნდებით წყნარ ცხოვრებას. მოდით დავფიქრდეთ, რამხელა კმაყოფილების შეგრძნება იქნება, რომ გარდავიცვლებით, ღმერთმა რო გვითხრას, რომ ყველაფერს გვპატიობს და საცვლელში მივდივართ. არაფერი ამ ქვეყანაზე, რასაც თქვენთვის სიხარული მოუტანია, ამასთან შედარებით ვერ მოვა. ერთი მეზობელი მყავდა, სოფელში შეშაზე დადიოდა ხოლმე ივლისში და აგვისტოში. და ყველას უკვირდა, რომ ეს ავათარიო. სახლში ვწევართ, სიცხისგან გათანგულები, ოფლი გაგვდის და ეს კაცი ცულს იღებს და ტყეში მიდის. ძალიან მიკვირდა ეს ბავშვობაში, მაგრამ ეს ადამიანი იძახდა, შემოდგომაზე წვიმები რო დაიწყოსო, გზები ატალახდება, შეშას ვეღარ მოვიტან და ზამთარში ძალიან გამიჭირდებაო. აი როგორც ეს მიწიური ადამიანი დღედაღამე ფიქრობდა მიწიურ საქმეებზე, ასე ჩვენ დღედაღამ უნდა ვიფიქროთ ზეციურ საქმეებზე. უფალს არ უთქვია, რომ ჩვენ მივაღწევთ 60, 70, 100 წლამდე. სანამ ახალგაზრდები ვართ, სანამ თვალი ხედავს, სანამ ყურს ესმის, სანამ უხსში ძალა გვაქვს, ვიმოღვაწეოთ, ვიშრომოთ და მაშინ ჩვენც გავიგებთ ამ სანატრელ ხმას, შედი შენი ბატონის სიხარულშიო. მერთ გაგახაროთ.